პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს მოусმინეს, რომელიც გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მან წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე ისაუბრა. კომისიამ მოусმინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძესაც. მდგომარეობით დაზარალებულად ცნობილი არის 498 პირი. მათგან 335 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე დაუბრუნდათ ან ნაწილის მიმართ უკვე დაბრუნების პროცესია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების ქონება. მაგალითად დაბრუნებულია 176 მხოლოდ მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი ბინა, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, სააქციო საზოგადოება ენგურის სამედიცინო კომპლექსი, აკურას ღვინის ქარხანა, გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები, შობის პანსიონატის ტერიტორია, 2 თვითმფრინავი, 13 შვეულმფრენი, 83 ავტომობილი, ოქროს სხვადასხვა ნაკეთობები, დაბრუნებულია ფიროსმანის 2 ფერწერული ტირო, ანტიკვარული წიგნი, ანტიკვარული იარაღი და სხვა. საერთო ჯამში დღეის მდგომარეობით გამართლებულია უკვე 153 ყოფილი მჟავდებული, მათგან 53 პირი ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ასევე გახსნილი იქნა ცემა წამებისა და არადამიანური მოპყრობის 22 სხვადასხვა ფაქტი. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მხილებული იქნა 98 საჯარო მოხელე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა 31 მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ. დისკრეცია გამოყენებული იქნა 52 პირის მიმართ, განრიდება 6 პირის მიმართ, დევნის არ დაწყების დადგენილება გამოტანილი იქნა 8 პირის მიმართ გარდაცვალების ფაქტზე. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მაგალითად ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით 3 საქმეზე დამდგარი არის გამომტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ ესენი იყოს ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია იბერიის იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თემურაზ პატარიძის მიმართ დაწყებული იქნა სისხლის სამართლების დღევნა და დღევანდელი მდგომარეობით დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსის კონსტანტინე არჩეიას მიმართ დღეის მდგომარეობით დასრულებულია საქმე და დამდგარია 4 სხვადასხვა ეპიზოდზე გამომტყუნებელი განაჩენი, მათ შორის ბიზნესმენებისაგან თანხების გამოძალვისა და სახელმწიფო სასარგებლოდ ავტომობილების იძულებით ყიდვისა და ჩუქების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ევნოზაშვილის მიმართ დაწყებული იქნა დევნა და დღევანდელი მდგომარეობით დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენი. ეს საყოველთაოდ ცნობილი საქმეა, ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმე. ამავე საქმეზე მიცემული იქნა პასუხისგებაში ციხის დირექტორი ბატონი მუხაძეც. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე მიცემული იქნა პასუხისგებაში და დამდგარია განაჩენი კობა დავითაშვილის მიმართ განხორციელებული დანაშაულის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. წამების მუხლით 154 პრიმა, 50 პირი იქნა მხილებული და წარდგენილი იქნა ბრალდება. მათ შორის პენიტენციური 30 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 თანამშრომელი იქნა მიცემული პასუხისგებაში. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა 154 ტერცია მუხლით, 68 პირი სამსახურე უფლებამოსილების გადამეტებას და სამსახურე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. პირველ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული არის 108 პირი, მეორე შემთხვევაში 12 პირი. პენიტენციური დეპარტამენტის 3 უფროსი იქნა პასუხისგებაში მიცემული. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 3 პირი. პენიტენციური დაწესებულების 16 დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე 8 პირი, პენიტენციური სისტემის სხვა თანამშრომელი, რომელიც იგულისხმება როგორც რეჟიმის უსაფრთხოების თანამშრომლები, ისევე ბადრაგი და სხვა 59 პირი. ეს ჩემს მიერ ჩამოთვლილი მონაცემები ჯერჯერობით ეხება მხოლოდ იმ 4 მუხლს, რომელიც დავასახელეთ: წამებას, არადამიან დამცირებელ მოპყრობას და სამოხელეო დანაშაულს
ჩადენილის ძალადობით. პასუხისგებაში მიცემული იქნა და დევნა დაწყებული იქნა შინაგან საქმეთა 2 მინისტრის მიმართ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2 უფროსის მიმართ. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის 1 დირექტორის მიმართ. დევნა დაწყებული იქნა და გამომტყუნებელი განაჩენებელი დგას პოლიციის 26 უფროსის მიმართ. პოლიციის უფროსის მოადგილე 7 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული. პოლიციის განყოფილების უფროსი 2 პირი. პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე 3 პირი. პოლიციის სხვა თანამშრომელი 83 პირი. გარდა აღნიშნულისა, სამოხელეო დანაშაული 332-333 მუხლების პირველი და მეორე ნაწილებით ბრალდება წარედგინა 152 პირს. მათ შორის ნაწილს ამ პირთაგან ჩადენილი ჰქონდა სხვა დანაშაულებიც, ისეთი როგორც იყო წამება, კვლელობა, ფინანსური დანაშაულები და სხვა კატეგორიის დანაშაულები. სულ მხილებული იქნა 554 საჯარო მოხელე. სისხლის სამართლის დევნა, სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა 398 პირის მიმართ. მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტები არის გაცილებით მეტი. თვითონ დანაშაულებრივ ეპიზოდებს გულისხმობ და სცილდება დანაშაულში მხილებულ, როგორც უკვე აღნიშნე, პირთა ციფრობრივ რაოდენობას. აი ეს 554 ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა არის გაცილებით მეტი. მაგალითისთვის, თვალსაჩინოებისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ, რომ მაგალითად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულია 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დევნა, ხო? და მათ შორის ამ 2 საქმეზე უკვე დამდგარი გამომტყუნებელი განაჩენი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ დაწყებული არის 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დევნა და დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენები. ასევე გენერალური პროკურორის ზურაბადაშვილის მიმართ ის მსჯავრდებულია 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ანუ ჩვენი სტატისტიკის მიხედვით ანალიზი რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში 3 პირია, მაგრამ 16 სისხლის სამართლის საქმეა. რომ გაიგეს სისტემა როგორ მუშაობდა და რა მიმართულებით მიდიოდა, მე ავტომატურ რეჟიმში თვითონ იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ და ჩადიოდნენ სამართალ დარღვევას. თუ თითქმის ყოველ ჯერზე ეს იყო კონკრეტული ვინმეს მიერ გაცემული დავალება. თავდაპირველად ეს მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელების დავალების შესაბამისად ხდებოდა. მაგრამ შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ ასე რომ დავალების მიცემა აღარ იყო საჭირო. უკვე გაცხადა სისხლის სამართლის პოლიტიკა იმჟამინდელი. ბოლო ეტაპზე ესეთ შედარებას მოიღო, საჭიროც აღარ იყო დამუხრება. უბრალოდ ეუბნებოდნენ ესეთ რაღაცას, რომ აი თქვენ თუ ამას არიზავთ, გაგასამართლებთ და მერე ხომ იცით ციხეში რა პირობებია. აი ეს 2 ფრაზა უკვე საკმარისი ხდებოდა. ამას ჰქონდა თავდაპირველად ერთგვარი ბრძანება განკარგულების გაცემითი ხასიათი და შემდგომ უკვე ჩაშლილი იყო ქვედარგოლებში როგორც სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკა, სისხლის სამართლის პოლიტიკა სახელმწიფოსი და უკვე უსიტყვოდ ხდებოდა ამ პოლიტიკის გატარება, ერთგვარი დაწინაურების გარკვეული წინაპირობაც იყო, მაგალითად თუ ვინმე დაუშვათ გარკვეული რაოდენობის პირებს ამხელდა, გარკვეული რაოდენობის ქონებას დააბრუნებდა სახელმწიფოს საკუთრებაში და ამისთვის იყო დადგენილი გარკვეული პრემიას მიიღებდა, წინშლა იქნებოდა, წოდებას მიიღებდა, ასე შემდეგ. ანუ ეს გადაიქცა ერთგვარ სამართალწარმოების პროცესში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივ ყოველდღიურობად. შეიძლება ჩვენ თქვათ, რომ სისტემატურად როდესაც თქვათ ბიზნესმენს ართმევდნენ ქონებას, მის წინააღმდეგ ერთ-ერთი არაღად გამოყენებული იყო მეუღლე, ნათესავი, ან შვილი, ან ის ვინც არის მოწყვლადი და სიკეთე უნდა შენთვის და პრაქტიკულად ყველაფერზე ხელს მოაწერს, ოღონდ კი გადაგარჩინოს, ეს თუ იკვეთება. დიახ, ასეთი ფაქტებით შეხვდა მაგალითად ემუქრებოდნენ, რომ თუ არ დათმობდა ქონებას, მის მეუღლეს, რომელსაც ჰქონდა რაღაცა შეპესე, მაგალითად შევიდოდა იქ საგადასახადო შემოწმება, ფინანსური პოლიცია დაიჭერდა და ასე შემდეგ. ასევე შვილზეც შეხვდა კი ბატონო გამოძიების პროცესში მუქარა. გაძლევთ თუ არა ეს საქმეები საფუძველს თქვათ, რომ პროკურატურაშივე იყო ადვოკატების კონკრეტული ჯგუფი, ვინც პროკურატურაზე მუშაობდა, ეგრეთ წოდებული მიჩენილი ადვოკატები, თუ მე უნდა წამართვა სასტუმრო, ჯობია რომ
ის ადვოკატი კი არა იყვანო, სხვა ადვოკატი აიყვანე, რომელიც ჩემთან კარგად თანამშრომლობს და მე სასტუმროს რო წაგართმევ, მაგალითად არ გაწამებ. გარკვეული დაახლოებული პირთაწრე არსებობდა, რომლებიც დობით სარგებლობდნენ იმჟამინდელი დაუშვათ მაღალი თანამდებობის პირიდან გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილეების დობით სარგებლობდნენ და ასეთი პირების ზეგავლენით გარკვეული პირობების შეთვლა ბიზნესმენებისათვის ან სხვა იგივე კერძო მოქალაქეებისთვის, რომელსაც კერძო საკუთრებაში გააჩნდათ ქონება, ასეთი ფაქტებიც რამოდენიმე ამ დეპარტამენტს გამოვლენილი აქვს. იყო ასეთი თავი სისტემის, ვისაც ანგარიში ბარდებოდა. არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, რომელიც შენიშვნას მოგცემდა თუ მაგალითად კარგად ვერ იმუშავე და კარგად ვერ გააუბედურე ვიღაცა. ძალიან ბევრი ავტომობილი იქნა კერძო მესაკუთრებისაგან ჩამორთმეული, გადაფორმებული ან იძულებით ნაყიდი და ნაჩუქები კონკრეტულ სამართალდამცავ სტრუქტურებზე და აქ მარტო პოლიცია არ გეგონოთ ყველგან იშლებოდა ასეთი სურათი და შესაბამისად ეხლა ავტოპარკი ახდება და ივსება ასეთი ანგარიში თავისთავად ლოგიკურია რომ ავიდეს პირველ პირებთან. ეს ქონებები, რომელიც ესეთი სახით იყო ჩამორთმეული, ერთ ადგილას გროვდებოდა თუ ყველას თავისი რაღაც ადგილი ქონდა, სადაც ამას აგროვებდნენ. თუ გვაქვს ინფორმაცია, მერე ამ შეგროვებული ქონების ბედი როგორ წყდებოდა? ქონება ერთ ადგილზე, ერთ სტრუქტურაში არ იყრიდა თავს. მოძრავი ქონების განაწილება ხდებოდა, ხოლო უძრავი ქონების, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ხდებოდა. საიდანაც შემდგომ ნაწილი პირდაპირ მიყვირის წესით, ნაწილი სააუქციონო წესით, ანუ აუქციონზე გატანის წესით სხვისდებოდა. ის ქონებები, რაც დაბრუნებული იყო, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს საკუთრებიდან, ანუ ბალანსზე არსებული ქონებების ბაზიდან მოხდა მათი დაბრუნება. რაც შეეხება იმ კითხვის იმ ნაწილს, სადაც ბრძანეთ, რომ ხომ არ იყო შემთხვევა, როდესაც არა სახელმწიფოს, არა საკუთარი კეთილდღეობისთვის ხდებოდა დაუშვათ ბიზნესის იძულება და ასე შემდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ დიახ იყო ასეთი ფაქტებიც, მაგალითად მე ვახსენე დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს კონტაზვერის უფროსის მოადგილე მივეცით პასუხისგებაში 4 ეპიზოდზე, ამ 4-დან 3 შემთხვევაში მან თანხები სხვადასხვა ბიზნესმენებს გამოძალა და ეს თანხები არსად არ წაუღია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეუტანია. ძალიან გავრცელებული პრაქტიკა იყო მაშინ საპროცესო შეთანხმებები და თანხების მიმართვა გარკვეულ ფონდებში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვადასხვა ფონდები იყო, სხვადასხვა ფონდებში ხდებოდა თანხების მიმართვა. ხშირ შემთხვევაში ჩემი კოლეგა ადვოკატების პრაქტიკიდან გამომდინარე მაქვს ინფორმაცია, რომ პირად ანგარიშებზე ხდებოდა ხოლმე თქვენს დეპარტამენტში უშუალოდ თუ ქონიათ შეხება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩემს დეპარტამენტში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ეპიზოდად, ერთ-ერთ საქმეში არის აღნიშნული ფონდების საქმე, მაგრამ ეს საქმე არის მიმდინარე. შესაბამისად, მე დეტალების დასახელებისაგან, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ. მე როდესაც ქართულმა ოცნებამ გამომიცხადა ნდობა და დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, მაშინ სამინისტროში დამხვდა სია შედგენილი ბატონი ზურა ადეიშვილის მიერ და ამ სიას მოფერებით საჯარო მოხელეები ეძახდნენ კეთილი ბიძიების სიას. კეთილ ბიძიაში იგულისხმებოდა ის ბიზნესმენი, რომელიც ვითომდანება ყოფლობით მოვიდოდა სამინისტროში და გადაწყვეტდა, რომ სამინისტროსთვის ესადღვის თავისი ქონება ეჩუქებინა სამინისტროს გამოყენებისათვის. სიასაც ასე ერქვა, კეთილი დაცინვით, რა თქმა უნდა. ესეც მახასიათებელია რეჟიმის, რომ ადამიანს აუბედურებ, აიძულებთ და კიდევ ისე იქით დასცინი. ასეთი სიები თუ შეხვედრიათ სადმე? სია არ შემხვედრია ნამდვილად ასე ჩამოწერილი რომ ეს და ეს პირები ნუმერაციით, მაგრამ ასეთი ბიზნესმენების არსებობა რომ ფაქტი არის, არა მარტო იუსტიციის სამინისტროს, არამედ სხვადასხვა პროექტების განხორციელების, როგორც იყო გზები, პოლიციენობები, თუნდაც რაბათის მშენებლობა და ასე შემდეგ, ასე შემიძლია დავადასტურო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი იქნა
დათხოვნილი, ზოგიც დაპატიმრებული, ზოგიც ნაწამები, მაგრამ დათხოვნას ჰქონდა განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი, თითქოს იყო მცდელობა შექმნილიყო წარმოდგენა, რომ აი ამათზე გადატეხილიყო ჯოხი, თითქოს ესენი იყვნენ დამნაშავე 2008 წლის ომის ტრაგედიაში და თქვათ მარცხში და ამაზე თუ არსებობს რაიმე მასალები პროკურატურაში. ერთიანი სახელწოდების ქვეშ რომ მიმდინარეობდეს, როგორც თქვენ ნახსენეთ, ასეთი საქმე რამდენიც მე ვიცი არ არის, მაგრამ ცალკეული საქმეები, ცალკეულ პირებზე, მაგალითად იგივე სერგო თეთრაძის წამება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ესეთი საქმეები არის და გამოძიებულია და გარკვეულ საქმეებზე განაჩენების დგას და გარკვეული გამოძიებებიც მიმდინარეობს. ამ ყველაფერს პრინციპში საჯარო სასამართლომ დაარქვა სისტემური დანაშაული. ანუ ის რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ბატონო ირაკლი, ეს არის ფაქტები, რა თქმა უნდა, გამომტუნებელი განაჩენებით, ის რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ ამ 1 საათის განმავლობაში არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ აი ეს პოლიტიკური რეჟიმის შეფასება უკვე უნდა მოხდეს აი ამ კომისიის დასრულების თანამედროვე. როგორი მოხდება, ამას ალბათ საზოგადოება უკვე კარგად ხვდება. უნებრივია პროკურატურასთან ერთად აქტიურად მუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე. ძირითადად ჩვენ უკვე დასრულებულ საქმეებთან მიმართებაში გვაქვს საერთო, ასე ვთქვათ, სამუშაო, რაც გულისხმობს იმას, რომ მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით არაერთ სასამართლო პროცესში ვარ ჩართული, სადაც იყო შემთხვევები, როგორც აღინიშნა ავტომობილების ჩამორთმევის და გვიწევს ამ შემთხვევაში უკან დაბრუნება იმ პირებისთვის, ვისაც უკანონოდ ჩამოართვეს თავის დროზე, ასევე უძრავი ქონების საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ყველა მიმდინარე სასამართლო ღია პროცესები და ღია გადაწყვეტილებები არსებობს. იყო შემთხვევები, როდესაც კერძო მიწაზე აშენდა პოლიციის შენობა, მათ შორის და მოგვიწია ჩანაცვლება სხვა ქონებით დაზარალებული პირისთვის. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც არაერთი თანამშრომელი იქნა ასე ვთქვათ, ჯერ დანაშაულის გამო განაჩენი დადგა, გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკანონოდ მოხდა მათი მსჯავრდება, მოგვიწია ამ ადამიანებისთვის როგორც კომპენსაციის გადახდა, ასევე სამსახურში დაბრუნება და სხვა უამრავი უკანონო ქმედებები, რომლებზეც უკვე მიმდინარე პროცესებია სასამართლოში და თუ კი კომისია დაინტერესდება, ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ საქმეზე დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.